პროევროპულ საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბრალდებულების სასამართლოში არ დაიკითხებიან, თუმცა ისინი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. მანამდე პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებების უდავოდ ცნობა მოითხოვა. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. ასევე მოსამართლემ პროკურორებს მიმართა, რომ შემდეგი სხდომისთვის დასკვნითი სიტყვის სათქმელად მზად იყვნენ. გალუსტაშვილმა გაძევებული ბრალდებული რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზში არ დააბრუნა, თუმცა საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობის საშუალება მისცა. დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით 26 და 29 აგვისტოს წარსდგება. დღეს ბრალდების მხარემ გადაწყვიტა, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები გაეხადა უდაოდ ნიშნავს მტკიცებულების გამოკვლეულად ჩათვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოწმე აღარ იქნება დაკითხული სასამართლო დარბაზში და პირდაპირ დასკვნით სიტყვებში მოუშველიათ მათ მტკიცებულებას და მიენიჭება პრეიუდიციური ძალა. ჩვენ არ გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკისგან თავისუფალი, ამის ბოლოდინი რა თქმა უნდა არ გვაქვს, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის ობიექტურად და ადეკვატურად სიტყვების წარმოთქმას, განსაკუთრებით დასკვნითი სიტყვის, იმიტომ რომ ამ სასამართლოში არ მთავრდება ეს საქმეები, ეს აუცილებლად წავა ადამიანებათა ევროპულ სასამართლოში და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ აკუმულირება არგუმენტების არა მხოლოდ ამ სასამართლოსთვის, არამედ ადამიანებათა ევროპული სასამართლოსთვის. დაკავებულებს ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერაშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.